თუ ამას არ გააცნობიერებს, სიღარიბეს ვერასდროს დააღწევ თავს. 3 ყველაზე გამოსირებული შიში, რის გამოც პარალიზდება მსოფლიო მოსახლეობის 98%. სამივე შიში არის ჩვეულებრივი ილუზია, რაც მილიარდობით წელი მოყვება. პირველი, ეს ყველასთვის არ არის. რწმენა იმისა, რომ არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებსაც ყოველთვის უმართლებთ. იქნება ეს რაიმე ბიზნესის წამოწყება, კონტენტის შექმნა. ასეთ ადამიანს ჯერა თუ თავად ცდის, არაფერი გამოუვა. იმიტომ რომ უმეტესობას არ გამოვსდის. მაგალითად მე სანამ არ გადავლახე ეს შიში, 400 ლარიან სამსახურში ვიხჩობოდი. შიში მეორე, თუ ვიღაც აღწევს წარმატებას, ამით მემართნობს წარმატებას. ეკონომიკამ და ნაბოზარმა ბიზნესმენებმა დაგაჯერეს, რომ არსებობს კონკურენცია. წარმატება კი შეზღუდული რესურსია. ამას ისინი იმიტომაც აკეთებენ, რომ შექმნან ხელოვნური დეფიციტი და დაგაჩქარებინონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათი პროდუქტი იყიდო. წარმატება ოკეანეს გავს. მას ვერასდროს ამოწურავ. ნუ გჯერა დახამებული ბიზნესმენების. წარმატება ყველას და ყოველთვის ეხება. თუ გინდა ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო, უნდა გადახვიდე შექმნაზე, ანუ სიუხვის აზროვნებაზე. და როგორ უნდა იფიქრო სიუხვეზე, როდესაც ფიქრობ კონკურენციაზე, ანუ დეფიციტზე. ერთ-ერთი უნდა ირჩიო, რომელს ირჩევ შენ. და ბოლო მესამე შიში. თუ ბიზნესს დავიწყებ, შეიძლება კლიენტები დამთავრდნენ და შიმშილისგან დავიბრიდო. ეს შიში თითქმის 7 წელი მაწუხებდა. წარმოიდგინე ბიზნესში 7 წელი ხარ, იმის შიშით რომ ყოველი ახალი კლიენტი შეიძლება ბოლო იყოს. გამოსირებული შიში მოყვება პირველ ყოფილების ხანიდან, სადაც მაქსიმალურად შეზღუდულები ვიყავით ნაცნობების წრით. და ტექნოლოგიების უქონლობის გამო არ ქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მეტი ადამიანი გადაწყვეტ. ინტერნეტის ეპოქაში ვცხოვრობთ. კლიენტები არასდროს დამთავრდებიან. რატომაც უკვე 8 წელია ბიზნესში ვარ და ყოველთვე უფრო და უფრო მეტი კლიენტი მყავს. გაგიზიარებ ერთ ფრაზას, რომლის მოსმენის შემდეგ ჟრუანტელმა გამიარა მთელ სხეულში. და აიღო მან სიუხვიდან სიუხვე და შერჩა სიუხვე. თუ გაინტერესებს როგორ შექმნა ისეთი ვიდეოები სოციალურ ქსელებში, რომელიც ულიმიტოდ მოიზიდავს პოტენციურ კლიენტებს შენს ბიზნესში, მომწერე და გავისაუბროთ.